რა არის ძილის პარალიზი? ეს არის მდგომარეობა, როდესაც უეცრად გეღვიძებათ და ვერ ამოძრავებთ სხეულს. ამ პროცესს ხშირად ახასიათებს დიდი შიშის შეგრძნება, ზოგიერთი ხედავს შავ სილუეტს. ძილის პარალიზს იწვევს დემონის თავდასხმა და ბნელი არსის თავდასხმა. ორი პროცესი გამოიყოფა მაგ დროს. პირველი პროცესის დროს პირდაპირ ბნელი კონკრეტული ადამიანის ოთახშია და პირდაპირ თავს ესხმის. როგორც წესი ზემოდან აწევს, გულზე აწვება და უდიდესი შიშის შეგრძნება აქვს ამ დროს ადამიანს. მეორე მიზეზი თუ რა იწვევს ძილის პარალიზს არის ის, რომ ადამიანი სიზმარხილოში რაღაც ბრძოლას გადიოდა დაბალ არსთან და მკვეთრად მოხვდა მისი გამოღვიძება. ისე რომ ვერ მოასწრო ჩატვირთვა სხეულის მართვის მექანიზმებმა. როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ, ასტრალური განზომილებიდან სული ბრუნდება სხეულთან კავშირში და იღვიძებს ადამიანი, მაგრამ როდესაც სასწრაფოდ ხდება გაღვიძება ადამიანის, ამ დროს ადამიანს ემართება ძილის პარალიზი. სწრაფად იღვიძებს და ვეღარ ასწრებს სხეულის სხვა ფუნქციები გამოღვიძებას, მაგრამ ორივე შემთხვევაში ძილის პარალიზს იწვევს დაბალი არსის თავდასხმა და ადამიანი ამის გამო ხედავს ძირითადად სილუეტს. თუ ვერ ხედავს, უბრალოდ მისი გაღვიძება მოხდა სასწრაფოდ, რადგან ასტრალურ განზომილებაში ჰქონდა თავდასხმა. ამ დროს თქვენ ვარდებით პანიკაში და შიშში და სწორედ ეს შიშია ის ენერგია, რითაც ის იმ მომენტში იკვებება და გამოღვიძებაში ხელს უშლის შიში. ენერგეტიკულ შიშის ენერგიას ესვრის, რომ თქვენ განიცადოთ შიში, გააძლიეროთ ეს ემოცია და თქვენ ამ დროს წვავთ ისეთ ბნელ ენერგიას, რომელი ენერგიითაც ის იკვებება იმ მომენტში. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი? ვერ მოვა ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი თქვენგანი და ვერ მეტყვის, რომ მე ესე ვქენი და არ გამთავისუფლდი. პირველი მეთოდი რაც არის ის, რომ დაიწყო ლოცვა. შეგიძლია თქვა, რომ იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დატოვე ჩემი სივრცე ბრძანების ფორმაში და მაშინვე მოგეხსნება ყველაფერი. თუ ვერ ლაპარაკობ, არის მეორე მეთოდი. გულში დაიწყო ლოცვა, ფიქრში და მესამე მეთოდი. შენ გგონია, რომ ვერ მოძრაობ. სინამდვილეში შეგიძლია ამოძრაო შენი სხეულის ყველა ნაწილი მაგ მომენტში. პრობლემა ეხლა რაშია? შენ ცდილობ ამოძრაო სხეული, მაგრამ ტიპიური სხეულის ამოძრავების დროს, როგორც სხვა დროს გაიღვიძებდი და სხეული გემორჩილება, ძილის პარალიზის დროს ესე არ არის. მაგრამ საკმარისია მიაწვე, ნახეთ, მიწოლა ქვია ამას. ანალოგიით აგიხსნით. წარმოიდგინეთ 2 მეტრა 2 მეტრაზე ქვის ლოდი დევს და მიაწექით ხელით და ფიქრობთ, რომ მორჩა მე ამას ვერ ამოძრავებ. პარალიზის დროსაც იგივეა. გონია, რომ ვერ ამოძრავდები, მაგრამ შენ ამ ლოდს უნდა მიაწვე ბოლო რწმენით, ბოლო წვეთამდე და ამოძრავდები გარანტირებულად. ტიპიური გაღვიძების დროს, როდესაც თავისუფლად თქვენ იღვიძებთ, ამას ხართ შეჩვეული და როდესაც მცირე წინაღობა გაწყდებათ გაღვიძების დროს, თქვენ გონიათ, რომ ვეღარ იმოძრავებთ. სინამდვილეში თუ მიაწვები, ბოლომდე უნდა მიაწვე ამოძრავებას. ისევე როგორც ლოდს მიაწექი არ ამოძრავდა, მაგრამ წარმოიდგინე, ბოლომდე თუ მიაწვები, რაც ძალა გაქვს, კი არ გაჩერდება, ლოდი გადავარდება. იგივე პრინციპი მუშაობს აქ. ესე იგი სამი მეთოდი არსებობს. პირველი ლოცვა დაიწყო და იესო ქრისტეს მოუხმო. მეორე თუ ვერ ლაპარაკობ, გულში დაიწყო ლოცვა და მესამე ბოლომდე მიაწვე ძილის პარალიზს. მე იმდენჯერ მქონდა ხშირად განვიცდი ბნელების თავდასხმას. სიზმარხილოებში გამუდმებული ბრძოლები მაქვს. მაგრამ ადრე თუ კანკალით ვიღვიძებდი, ეხლა ისინი გარბიან ჩემგან. პირდაპირ მნიშვნელობით გარბიან. მაგრამ არიან მძიმე, რომლებიც საკმაოდ ძალის მქონენი არიან, მაგრამ როგორც კი ვააქტიურებ ჩემს ძალებს, გარბიან, მოკლედ ყველანი გარბიან. ადრე მე გავრბოდი და ცრემლით და შიშებით ვიღვიძებდი, რადგან არ ვიცოდი რასთან მქონდა საქმე და საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. მაგრამ ეხლა უკვე ისე ვარ, რომ იქეთ გარბიან პირდაპირ მნიშვნელობით. ერთ საღამოს 5 ძილის პარალიზი მქონდა გადაბმულად. 5 გადაბმულად. მაგრამ მე ვიცი ეს პრინციპები, მე სადმე კი არ მისწავლია. კვლევების შედეგად, დაკვირვებების შედეგად, ყველანაირი მეთოდების შედეგად უკვე პრაქტიკული გამოცდილება მაქვს და ვიცი რა მუშაობს. და 5-ვეზე დამემართებოდა ძილის პარალიზი, წკაპ და მეორეზე ავამოძრავებდი. თავიდან გეგონება თითქოს ვერ მოძრაობ, მაგრამ სინამდვილეში ბოლომდე უნდა მიაწვეს სხეულს, რომ აამოძრავო და აამოძრავებ გარანტირებულად. სადღაც 2 წამში ვამოძრავებ ხოლმე ძილის პარალიზს. 5 ჯერ მქონდა გადაბმულად და აი როგორ უნდა მიუდგეთ გიხსნით. 5-ვე ჯერ 1 წამი, 2 წამი და ავმოძრავდი. დავიძინე, ისევ გავიღვიძე, ისევ იგივე. თან უკვე მუღამი გამიჩნდა, რომ მეთქი აბა რამდენჯერ შევძრებ გავავარჯიშე. მე-5-ზე უკვე როგორც ჩანს ძალიან ძლიერი თავდასხმები იყო. შეწუხდნენ ზემოთ. უკვე მე-5-ზე ისევ ავმოძრავდი და ბალიშზე ვხედავ თვალს, მარტო თვალს. პირდაპირ, აი თქვენი თვალით რომ დაინახოთ თვალი. კი არ მეჩვენება, ხილვა კი არ მაქვს ან რაღაც მსგავსი. ხილვა სხვა რამეა, მოჩვენება სხვა რამეა და პირდაპირ როცა ხედავ, გარანტირებულად იცი როგორი რაღაც არის. აი პირდაპირ ხედავ და პირდაპირ ხედავ თვალს ბალიშზე.
დაახამხამა ნელა 1 2 3 და შევხედე და გადავბრუნდი ზურგით და გავაგრძელე ძილი. მაშინ არ ვიცოდი თვალი რა იყო. მე უკვე კვლევების შედეგად და ადამიანების გამოცდილებების შედეგად და ბევრი რაღაცის შედეგად მივხვდი თვალი რა არის. თვალი არის მფარველი ანგელოზი. ოღონდ ცოტა სერიოზული მფარველი ანგელოზია, უბრალო იერარქიის ანგელოზი არ არის. ესეთი ანგელოზები, ესეთი მფარველები ყავს იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ბნელთან მიდიან ბრძოლებში, სულიერებაში არიან, ადამიანებისთვის იბრძვიან, განსაკუთრებული მცველები არიან ცალკეულად ესეთი მფარველები. და თუ ვინმეს თვალი გაქვთ ნანახი, ჩათვალეთ რომ სერიოზული დაცვა გაქვთ. ჩვეულებრივი იერარქიის ანგელოზებთან მიმართებაში ესენი უფრო მაღალ იერარქიაში დგანან. ძილის პარალიზის დროს, რაც უფრო შიში გაქვთ, მით უფრო ვერ ამოძრავდებით. დაიმახსოვრეთ ეს. შიში არის არ ამოძრავების გარანტი. მშვიდი არის ამოძრავების გარანტი. ან ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მშვიდს. მაგ დროს, რასაც არ უნდა ხედავდეთ. თუ დაკვირვები ხართ, ძილის პარალიზის დროს თუ რამე ლანდს ხედავთ, ჯერ ახლოს არ არის თქვენთან. შორიდან დგას. რატომ იცით? თქვენი ეშინია. თქვენ და ჩვენ გვაქვს ცეცხლოვანი გარსი ირგვლივ და ჩვენი ერთი განზრახვა, რომ იქეთ დავესხათ თავს, მისთვის შეიძლება დასრულდეს ფატალურად. პირდაპირ შეგიძლია გაანადგურო. ენერგიის კონცენტრირებული წყარო ხარ, ღვთის შვილი ხარ, სული ხარ. ამიტომ ასეთი არსები ზოგადად სიზმარ ხილვის დროს იქნება ეს თუ ისე პირდაპირი ხილვის დროს თუ ძილღვიძლის დროს თუ სხვადასხვა დროს, როდესაც ადამიანები ბნელს ხედავენ, ბნელი თავიდან ყოველთვის რამდენიმე მეტრით შორს დგას. რადგან ეშინია შენი. ეს შენ გეშინია, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს ვინ ხარ და რა ძალები გაქვს. შენი ეშინია, შენი ხელის გაქნევაც ეშინია, იმიტომ რომ შენი ხელის გაქნევას თავდასხმის ფორმაში მისთვის იქნება ფატალური. ფატალურად დაამთავრებს და ეშინია, ამიტომ ჯერ დგას რამდენიმე მეტრზე, მერე მოგიახლოვდება, მერე მოდის ახლოს. მაგრამ თუ იცის რომ გარანტირებულად მშიშარა ხარ და გარანტირებულად გეშინია და ხელს არ გაიღებ, მაშინ პირდაპირ რომ მიღვიძებ, გულზე გაწევს და ხედავ რომ გაწובה გულზე და გაშინებს. მაგრამ თუ იცის რომ ძლიერია სული, ცოტა შორიდან დგას. გესმით, თქვენი ეშინია, მათთვის ჩვენ ვართ დრაკონივით, რომელიც გაანადგურებს ერთი დაწკაპუნებით. უბრალოდ ჩვენ ვერ ვიღებთ ხოლმე ხელს. გვეშინია, ადამიანის იმიტომ კი არ ეშინია რომ შიშარა, არამედ ლოგიკური შიში აქვს. იცის რომ შენი ერთი თავდასხმა, ხელის გაღება და უკუპასუხი მას გაანადგურებს. ფუნდამენტური მიზეზი აქვს იმის რომ შენი ეშინოდეს, შენთან ფრთხილად იყოს. რა იწვევს ძილის პარალიზს? ძირითადად იწვევს რაღაც სტრესული მდგომარეობის გავლა. წინა დღეს ან იმ კვირაში გქონდა რაღაც ძლიერი სტრესი, რომელიც სტრესმაც დაგისუსტა აურა, სხივგარსი, თავდაცვითი გარსი, რომელიც გააქვს და მოიზიდა ეს არსი. რის შემდეგაც თავს დაგესხა სიზმარში. და ნახეთ ეხა მაშინ იკითხავ, შენ 5 ჯერ რატომ დაგესხა? მე მშვიდში ვარ, მე თუ ვინმეს მკაცრად ველაპარაკები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გულში ბრაზია, არა. კაცრი სხვა რაღაც არის, ბრაზი სხვა რაღაც არის. ბრაზს მე არასოდეს არ დავუშვებ, გოიმი არ ვარ. მოდი ამ ფორმაში ვიტყვი. გესმით? ჩემთვის ბრაზი არ შეიძლება, არც შური არ შეიძლება ჩემთვის, არც სხვა დანარჩენები, მოკლედ ეს სისულელეები. რადგან ეგ რომ გავაკეთო, დაცვა მომიხსნება. მაგრამ ნახეთ ეხა რა ხდება. მე რატომ მესხმიან მაშინ თავს? თუ რაღაც სტრესი იწვევს, ძილის პარალიზს და მე თუ მშვიდში ვარ. ამის მიუხედავად თავს რატომ მესხმიან? იმიტომ რომ მეგობრებო, მე თქვენ ამდენ რაღაცას რომ გასწავლით და მომავალში ძალიან დიდი ცოდნები მაქვს თქვენთვის დადებული, ბნელებმა ეს იციან, მომავალში მე რა შედეგი დავდე და ისედაც რა შედეგსაც ვდებ. ამიტომ მე გამოდმებით განვიცდი თავდასხმას. მაგრამ ჩემთვის ეს გახდა ბუნებრივი პროცესი, ანუ არ აღვიქვამ ამას როგორც რაღაც საშიში მდგომარეობა. რადგან ამ ბრძოლაში ვარ და ვერაფერსაც ვერ მაკლებენ. სულ რომ ტყავი გამაცალონ, არაფერი არ მაღელვებს. მარტივად გეტყვით. ამას წინათ სიზმარ ხილვა მქონდა, რაღაც დემონი დამესხა თავს და გაცნობიერება არ მქონდა რომ სიზმარ ხილვა იყო და ჩემთვის იგივე რეალობა იყო ის, რაც ეხლა შეიძლება შემემთხვას თავს. ვერ ვარჩევდი საერთოდ და უცებ რაღაციდან ჩამოხტა, დამახტა ზემოდან და კისერზე მომატო დანა. და ვეუბნები უცებ ერთი წუთით თქო. და შვიდად ვარ და დავიწყე იესო ქრისტეზე ლოცვა. იმიტომ კი არ დავიწყე იესო ქრისტეზე ლოცვა რომ განთავისუფლებულიყავი. მე არ ვიცოდი სიზმარ ხილვა თუ იყო. უბრალოდ მზად ვარ ვიღაცამ რაც არ უნდა ქნას, არ მაღელვებს დედამიწიდან გასვლა. მზად ვარ. ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ჩემი მიზანგეგმა შევასრულო, უფლის გზას მივყვე, არ მეშინია, არ მაღელვებს. როგორც კი დავიწყე იესო ქრისტეზე ლოცვა, უფალო იესო ქრისტე, დამიფარე, მომეციე ეს, ანუ უკვე ვემშვიდობებოდი სიცოცხლეს, ესე მეგონა, ესეთი ძალის მქონეებიც არიან, მაგრამ მაგ დროს ვხიზლდები ხოლმე შვალეთში ყოველთვის. ყისიერად გამომეღვიძა, იმიტომ რომ როგორც კი მე ლოცვა დავიწყე იესო ქრისტეზე, ყისიერად გაქრა, დაკარგა ძალა. მაგრამ ესეთი შემთხვევები არის თითოეულურად, ძირითადად იქეთ გარბიან
რატო იზიანებენ თავს, მაგრამ ზოგიერთი არის გაუცნობიერებელი, ზოგიერთი არის მოკლედ ბრძანებებს იღებენ. ნახეთ ისინი როგორ მდგომარეობაში არიან, იცით? შეიძლება სატანამ მიცეს ბრძანება. მიდი დაესხი თავს და იცი სატანამ რომ გავანადგურებ. მაგრამ იმას ვინც მოდის, საზარბაზნე ხორცად უშვებს ჩემთან. რაღაც იმედები აქვს რაღაცის, გესმით, მაგრამ აზრი არ აქვს. და საზარბაზნე ხორცად რომ უშვებს, მიწევს გავანადგურო. და ესეთი პროცესები არის. არ უნდა შეგაშინოს ამ ყველაფერმა. უბრალოდ ტექნიკურად რომ მიუდგე ამ ყველაფერს და თქვა რომ მე არ მეშინია. მხოლოდ ეს პროცესი მოგცემს ძალას. რადგან შიში არის ის გარანტირებული დამარცხება, რომლის შედეგადაც შენ დამარცხდები. მშვიდი არის ის გარანტირებული გამარჯვება, რომლისგანაც შენ გაიმარჯვებ. ექიმებს რომ მკითხოთ ძილის პარალიზი რა არის, გეტყვით ეს კავშირშია ძილის ფაზებთან და ძილის ფაზების გაწყვეტის გამო ხდება ეს. მაშინ კითხვაზე მიპასუხე, ის სილუეტები და ის ფორმები და ის არსები, რომლებსაც ხედავთ და რომლებიც გულზე აწვევიან და 1000 ამბებში არიან, სიზმრის წყვეტის შედეგია? რა ქნან ექიმებმა ეხლა? ექიმები არიან მედლის პატარა ნაწილის მცოდნენი. მეტი არა, მათ არ იციან რა ხდება. რა თქმა უნდა, ფიზიკური გამოვლინება აქვს და მედიცინურად ახსნი ამას. ყველაფერი მე რასაც ვსაუბრობ, ნებისმიერი ფიზიკოსი რომ მოვიდეს ავუხსნი ფიზიკაში ყველაფერს, რასაც ვსაუბრობ, ყველაფერს. ნეირობიოლოგიაში ავუხსნი ყველაფერს, რასაც ვსაუბრობ, ყველაფერს გარანტირებულად. რადგან ნამდვილი ცოდნები ყველა პროცესთან მოდის ჰარმონიაში. რადგან შენ უბრალოდ სული კი არ ხარ, სხეულიც ხარ და სული და სხეული ერთად მუშაობს. როგორ რაღაცას ამბობენ, იცით ექიმები? ესე იგიო, ძილის ფაზასთან არის კავშირშიო და თან ჰალუცინაციებსაც იწვევსო და შეკარგო ადამიანო, ჰალუცინაციებს რა იწვევს? კითხოს რატომ არ სვან? მოკლედ რომ ვთქვათ, ექიმებმა ის იციან, რაც უნდა იცოდნენ, სხეულის მდგომარეობა, მორჩა და ბუნებრივიც არის ეს, მაგრამ ექიმს არ უნდა გკითხო რა არის ძილის პარალიზი. არ იცის მან ეს რა არის. ნახეთ, ფუნდამენტურად არ იცის, თორემ სხეულის ენაზე აგიხსნის. ცოტა ანატომიის დონეზეც ექიმის ენით აგიხსნით კიდევ რა ხდება. თქვენ, როდესაც იძინებთ, თქვენ გაძინებთ ბიოლოგიური ნარკოტიკი. თქვენს ორგანიზმში გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც გაძინებთ. თქვენ რომ იღვიძებთ, თქვენს ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც ნეგატივის არის, მაგრამ ამ შემთხვევაში კორტიზოლი ფუნქციონირებს როგორც გაღვიძებისთვის. ამიტომაც არის რომ იღვიძებთ, ნეგატიურ ხასიათზე ხართ. და ნახეთ, დილით რომ იღვიძებთ, ნეგატიურ განწყობაზე იმიტომ ხართ ზოგჯერ, რომ კორტიზოლის დიდი რაოდენობა გამოიყო თქვენი გაღვიძებისთვის. ანუ ჰორმონი გაძინებს, ჰორმონი გაღვიძებს. მაგრამ როდესაც შენ თავდასხმის ქვეშ ხარ, აღარ არის იმის დრო რომ ჰორმონი გამოიყოს, რომ ნენელა გაიღვიძო. ორგანიზმი გადაუდებლად გაღვიძებს სწრაფად. ეხლა რა პროცესი ხდება, როდესაც სიზმარხილვიდან მოყვებათ ეს არსი? თქვენ სანამ დაუბრუნდებით თქვენს სხეულს და გაიღვიძებთ, მაქამდე ის არსი უკვე ჩნდება თქვენს მატერიალურ სივრცეში და ჩაგისაფრთად გელოდებათ. თქვენ გამოეკეცით, მაგრამ გელოდებათ თქვენ სხეულთან, როდის დაბრუნდებით და თქვენ სხეულთან როგორც კი აღმოჩნდება, თქვენი სხეული ამას გძნობს, თქვენი აურა ამ დაბალ არსს გძნობს და მყისიერად ხდება სხეულის გამოღვიძება. ვერ ასწრებს სული უკან დაბრუნება სხეულში, მაგრამ სხეული ასწრებს რეაგირებას. თქვენ რომ გადიხართ ასტრალში, თქვენი სული და სხეული დაკავშირებულია ვერცხლისფერი ძაფით, მაგრამ თქვენი სხეული ესე კი არ არის რაღაც სული სხვაგან დადის და სხეული რაღაც. თქვენი სხეული ჩართულია მთელი რიგ პროცესებში, უჯრედების აღდგენა, იმუნიტეტის აღდგენა და მთელი რიგი პროცესები მიდის და ამ პროცესებთან ერთად თავდაცვითი მექანიზმი თქვენი სხეულის, თქვენი სახლის გააქტიურებულია. როგორც ახლა სახლიდან გახვიდეთ და სიგნალიზაცია დააყენოთ და როგორც კი ბნელი აღმოჩნდება სხეულის გვერდით, სანამ სული მოასწრებს დაბრუნებას, თქვენი სხეული რეაგირებს. ანუ სიგნალიზაცია ირთვება თქვენ სხეულში და მყისიერად იღვიძებს. სხეული და რომ იღვიძებ, პირდაპირ ჩნდები, როგორი ამბავია, იცი კი არ იღვიძებ. უკან როგორც კი ბრუნდება სული, პირდაპირ გაღვიძებულ სხეულში ხდება სული და პანიკაში ვარდება. ამიტომ პანიკაში არ ჩავარდეთ, ყველაფერი რიგზეა, ყველანაირი თავდაცვა გაქვთ, იცოდეთ, ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ დაგაკლოთ. ერთადერთი, ვინც აკლებს თქვენს თავს, ხართ თქვენ. თქვენ არიცით როგორ მოიქცეთ მაგ დროს, არიცით თავი როგორ დაიცვათ, რა უნდა ქნათ და ასე შემდეგ. მაგრამ დღეიდან უკვე იცით და იმოქმედეთ. ასე რომ არაფრის არ შეგეშინდეთ, გარანტირებულად დაცულები ხართ თუ თქვენ თავად არ მოიხსნით თავდაცვას შიშის გამო.